მამის საკვირველთმოქმედი სერგი რადონეჟელის 7 წლის თავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კულტურულ ფორუმს თბილისი მასპინძლობს. მართლმადიდებლობა და თანამედროვეობა. ასე ჰქვია კონფერენციას, რომელიც ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში გაიხსნა. შეხვედრის მონაწილეებმა წმინდანის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება და საჯარო დისკუსია გამართეს. ფორუმში თავიანთ მოხსენებებს ქართული, რუსული და უნგრული მხარე წარმოადგენს. კონფერენცია 6 დეკემბრამდე გაგრძელდება. სამეცნიერო საერთაშორისო ფორუმი, რომელიც ეძღვნება წმინდა სერგი რადონეჟელს. ეს არის დიდი წმინდანი რუსეთის ეკლესიისა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა, რომელსაც უდიდესი ავტორიტეტი ჰქონდა და უდიდესი გავლენა თელს სამყაროზე, მათ შორის იგი დიდად პატივდებული არის თვით საქართველოშიც. გუშინ სამეცნიერო კულტურული ფორუმის მართლმადიდებლობა და თანამედროვეობა მონაწილეები ვესტუმრეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს. შეხვედრამ ძალიან საინტერესო ჩაიარა. ჩვენ მივესალმეთ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეთაურს, რომელიც გულწრფელად შეიძლება ითქვას, რომ არის საქართველოს სულიერი წინამძღოლი. ამასთანავე ის უდიდესი მშვიდობის მყოფელია. ჩვენ ის ძალიან გვიყვარს და უდიდეს პატივს ვცემთ.